მესამეს იმას აღნიშნავდი, რომ ოზონი როცა ჩვენ ვასხამთ მას ფიზიოლოგიური ხსნარით, ის მომენტალურად იშლება ატომალურ ოზონად და მოლეკულარულ ოზონად. ოზონად კი არა, ჟანგბადად. მოლეკულარული ჟანგბადი ვიცით, ახლა მიეწოდება მთლიან ორგანიზმს, პერიფერიას, თავისთვის ყველაფერს აწვის ჟანგბადს, გამდიდრება ხდება, ოქსიგენაცია ხდება ორგანიზმის. მაგრამ ატომარული არის ძალიან ძლიერი დამჟანგველი და ის არის, ასე ვთქვათ, ასუფთავებს სისდარღვებს და წვამიდის ამის ხარჯზე იმ ზედმეტი ტოქსინის და დეტოქსსაც აკეთებს ძლიერს ორგანიზმს, უკეთებს ორგანიზმს. პირველ რიგში ძალიან ეფექტურად მუშაობს ღვიძლზე და რა თქმა უნდა, თუ არსებობს რაიმე ქრონიკული პროცესი, ქრონიკული მატარებლობა, რაიმე ქრონიკული ვირუსული ინფექციის ან ბაქტერიალურის, ის ამას პარალელურ რეჟიმში აკეთებს.